გამარჯობა, ეს არის უკვე ჩემი რიგით მესამე პოდკასტი სტუმართან ერთად და დღეს მყავს სტუმრად ქალბატონი ნინო ზამბახიძე, რომელიც არის ნამდვილად გამორჩეული ქალი მეწარმე ლიდერი საქართველოში და ძალიან მიხარია რომ არის ჩემი სტუმარი. ძალიან ბევრი რეგალია აქვს მას. არის ფერმერთა ასოციაციის დამფუძნებელი და თავმჯდომარე, ასევე აქვს თავისი ბიზნესი და ამჟამად არის აჭარა ჯგუფის ბორდის წევრი და ხელმძღვანელი სტუმარმა სპინძლობის სფეროს მიმართულებით. დანარჩენ რეგალიებზე მიმდინარეობის დროს ვისაუბრებთ, იმიტომ რომ ესე რომ ჩამოვყვე წარდგენის დროს, იმდენი ტიტული აღიარება აქვს, რომ მგონი ძალიან დიდი დრო წავა ამასთან დაკავშირებით. მე კი შეგახსენებთ, რომ ანათე სპოტლაითის სპონსორი არის კომპანია Pinex-ი, რომელიც ახორციელებს გადაზიდვებს ჩინეთიდან. თქვენ შეგიძლიათ ჩამოიტანოთ ამანათები ჩინეთიდან სულ რაღაც 5 ან 10 დღეში, 5-დან 10 დღის განმავლობაში. კარგო ტვირთის ფასი არის $7, ხოლო ფიზიკური პირებისთვის $8. ეს არის ნამდვილად ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ გამოიწეროთ ნივთები და 5-დან 10 დღემდე სახლში მოგიტანონ თქვენი შეკვეთა. მოდი დავიწყოთ, გაგვაცანით თქვენი თავი, საიდან დაიწყეთ, როგორ მოხვდით თავიდან აგროსფეროში და მერე გამოვკვეთოთ თქვენი როლი ქალთა გაძლიერების კუთხით, იმიტომ რომ ნამდვილად ამ სფეროში ისე ხართ ჩართული და ისე მახარებს ქალების გაძლიერებას ზრუნავთ, რომ აღსანიშნავი ფაქტი არის. დავიწყოთ თავიდან. მადლობა ანა მოწვევისთვის. მნიშვნელოვან საქმეს აკეთებთ, რაც უფრო მეტი შესაძლებლობა იქნება მაყურებელს ნახოს და გაიცნოს სხვადასხვა ადამიანს, შეიძლება იყოს მათთვის როლ მოდელი და მიბაძონ და ტენდენციაც ასეთი არის, როდესაც ნახულობენ სხვადასხვა ადამიანებს ფიქრობენ და დღეს 21 საუკუნეში აღარ არსებობს ხო არანაირი ბარიერი და ზღვარი სოციალური ქსელი შეგიძლია დაუკავშირდა და რჩევა კითხო და საქმე დაიწყო და ადრე რაც იყო გამოწვევა ამ ეტაპზე აღარ არის. განსაკუთრებით ეს ეხება სოფლის მეურნეობას და იმ დარგს, სადაც მე დავიწყე საქმიანობა 2008 წლიდან, ეს იყო ყველაზე რთული პერიოდი ჩვენი ქვეყნისთვის, ვიცით, რუსეთის აგრესია ამ პერიოდში და ჩემი საქმიანობა იყო სოფელში, ახალციხის რაიონში, სოფელ წნიშში, სადაც პრინციპში გადავედი და 8 წელიწადი ვიცხოვრე იმისთვის, რომ შემექმნა ხარისხიანი პროდუქტი. ამასთან მქონდა ისტორია ისეთი, რომ ჩემი ბიზნეს პარტნიორი, რომელიც დღემდე ჩემი ბიზნეს პარტნიორია და თქვენ აღნიშნეთ, რომ მე მაქვს ჩემი ბიზნესი ეს ეხება ყავას და ჩაის სადისტრიბუციო კომპანია გვაქვს. დღემდე პარტნიორები ვართ, უბრალოდ მოხდა ისე და მგონია რომ მართლა ყველა მიცის და ხშირად ვიმეორებ და უკვე მგონია რომ მობეზდა კიდევაც ხალხს ამ ისტორიის მოსმენა, ჩემი ბიზნეს პარტნიორი დათვრა და იყიდა 2 ძროხა. და ასე დავიწყეთ სოფლის მეურნეობაში საქმიანობა. როდესაც ვიყიდეთ ეს 2 ძროხა, შემდეგ დაგვირეკეს და გითხეს ახლა როგორც იყიდეთ, ჩამობრძანდით და მიხედეთ ამ თქვენ ძროხებსო და ეს იყო ჩემი პირველი გასვლა სოფელში, იმიტომ რომ იქამდე სოფელი არასდროს არ მქონია. თბილისში დავიბადე და გავიზარდე და სიმართლე გითხრათ, ჩემთვისაც სოფლის მეურნეობა სუპერმარკეტის დახლებზე წარმოდგენილი პროდუქტი იყო. იმის იქით რა ხდებოდა სოფლის მეურნეობაში, ვინ რას აწარმოებდა, ნამდვილად არ მქონდა ამის შესახებ ინფორმაცია. რა გაეწყობოდა, უბრალოდ ძალიან მთხოვა, რომ წავსულიყავი, ჭირვეულობდი, მაგრამ ამას ასევე თან ახლდა ფაქტი ის, რომ ჩემი უმცროსი შვილი მოიწამლა რძის პროდუქტი და დედაჩემი სულ ამბობდა, რომ იქნებ ვნახოთ ვინმე ადამიანი, რომელიც ხარისხიან პროდუქტს აწარმოებდა. და ვფიქრეთ, რომ გვეყოლება 2 ძროხა, გვექნება ხარისხიანი პროდუქტი სახლში და რო ჩავედით ახალციხეში და ვნახე ის პრობლემები, რაც რეალურად სოფელს გააჩნდა, ის ჰიგიენა, სანიტარული ნორმები, სად წარმოებდა ეს პროდუქტი, ჩავთვალე, რომ ჩემი შვილი მართლა გადარჩა. და ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ პატარა, ესე ვთქვათ, სოფლის სახლური მეურნეობა გადაგვეტანა ინდუსტრიაში, ოღონდ ძალიან მცირე. და აი მაშინ დაიწყო ყველაზე დიდი გამოწვევები და პრობლემები, იმიტომ რომ ინფორმაცია არ არსებობდა, როგორ უნდა გავაკეთებინა. რა გამოწვევების წინაშე დადექით, როდესაც დაიწყეთ ეს
საქმიანობა. პირველი ის რომ არავინ არ იყო მრჩეველი, იმიტომ რომ მე მინდოდა რომ ხარისხიანი მეწარმოებინა, მინდოდა აი სახლური პროდუქტი გადამეტანა ინდუსტრიაში, ამიტომ მომიწია ყველაფრის მე თვითონ სწავლა, დავდიოდი და მქონდა ამის შესაძლებლობა რომ სხვადასხვა ქვეყანაში ჩავსულიყავი და ანალოგები მეპოვა და განსაკუთრებით ჩვენთან ძალიან ახლოს იყო თურქეთის მაგალითი, იმიტომ რომ ის პროდუქტი ზუსტად ყველს ვაწარმოებდით იმერულ ძალიან გავს თურქულ ყველ კაშკავალს და შესაბამისად ვცდილობდი რომ ის ტექნოლოგია მესწავლა ტექნოლოგია გადმომეტანა. პირველი ეს იყო, მეორე ის რომ ცოდნა არ გამოჩნდა, ანუ არანაირ შეხება სოფლის მეურნეობასთან არ მქონია და არც რძის მოლეკულად დაშლა ვიცოდი და არაფერი, ანუ მიწევდა რომ ჩემი შეცდომებით ბიზნესი მეწარმოებინა, ну რაც რა თქმა უნდა ძალიან ძვირადღირებული სიამოვნება არის, იმიტომ რომ თუ განათლება არ აქვს ამ სფეროში და ბრმად ეჭიდები, მაგრამ ამდენი არ მქონდა ნაფიქრი ნამდვილად რომ ასე ღრმად შევიდოდი ამაში. თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ყველა დონორი ორგანიზაცია, რომელიც იმ პერიოდში არსებობდა ქვეყანაში, მართლა ყველა ძალიან მეხმარებოდა და მათთვისაც ძალიან ესეთი იყო მნიშვნელოვანი, რომ ქალი სოფლის მეურნეობაში ჩაერთო. გარდა ამისა იყო ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რომ ჩემ ქვეყანაში თავს გრძნობდი რაღაცნაირად უცხოდ. იმიტომ რომ თავიდან არ მიმიღო სოფელმა. დაიწყეს გამოძიება ყველაფრის თუ კი რამე შეიძლებოდა, რომ რა დავაშავე თბილისში, ასეთი რომ წავედი სოფელში საცხოვრებლად. 1000 ჭორი მოვისმინე საკუთარ თავზე იყო ეს ვიღაცის საყვარელი ვიყავი, ვიღაცას წიმყავდი გამოწეული და ჩემს უკან ვიღაც მაღალჩინოსანი იდგა. აბსოლუტურად ყველაფერი მოვისმინე საკუთარ თავზე, გარდა იმისა, რომ ამ ადამიანს უნდოდა რომ ხარისხიანი საქმე და ბიზნესი ეკეთებინა და პროდუქტი ეწარმოებინა ისეთი, რომელიც არც მისი შვილი და არც სხვისი შვილი არ მოიწამლებოდა. ქალმენა თუ ქონდა რაღაც კუთხით აი ამ საუბრებს თქვენზე თუ აი მიზანი ძალიან რთულია. ძალიან რთულია, იმიტომ რომ როდესაც მიდიხარ ქალაქიდან და იწყებს სოფელში ცხოვრებას და გონია რომ ძალიან მაგარ რაღაცას აკეთებ, ძალიან დიდი დემოტივაცია ეს. კი მაქვს დევიზად ის რომ რაც არ მკლავს მაძლიერებს, მაგრამ მაინც არ არის მარტივი, იმიტომ რომ ფიქრობ რომ ახლა ამას დედაშენი მოტივაციას რა გაძლევდათ? მოტივაციას მაძლევდა ის რომ მე ძალიან მიყვარს ადამიანების დახმარება. იმიტომ რომ თვლი რომ მე ვარ ადამიანების დახმარებისთვის შექმნილი, ანუ ჩემსას გადავდებ, არ მინდა ჩემი კეთილდღეობა და ორიენტირებული ვარ სხვა ადამიანებზე და აი როდესაც ვინმეს რამე დაჭირდებოდა სოფელში და განსაკუთრებით ამის აქტიურობით მე გამოვირჩეოდი, თუ კი ვინმესთვის დახმარება შემეძლო, ნუ აუცილებლად დახმარებას ვუწევდი. იქნებოდა ეს ჯანმრთელობის კუთხით, ფინანსური თუ ასე შემდეგ და ერთი მესიჯი მაინც რომ მომივიდოდა ხოლმე რომ აი მე ძალიან მიხარია რომ ჩემ ცხოვრებაში არსებობ, ვამბობდი რომ ნუ არაუშავს. ვიღაცამ ლანძღავს, საერთოდ რომელსაც არ ვიცნობ, მაგრამ არიან ადამიანები, რომლისთვისაც შეიძლება და მე ვთქვათ რაღაცა იმ მომენტში დახმარების ხელი გამეწია და ამითი მოტივირდებოდი, იმიტომ რომ არ მაქვს დასამალი და მე მგონი რა ვიცი, ყველა მიცის, ჩემ სოფლის მეურნეობაში საქმიანობა შეეწირა ჩემი ოჯახი. ანუ მე ამაზე შემდეგ მინდოდა კითხვა და რადგან ხო, იცი, პოდკასტი ისეთი ის არის, მგონი რომ საკუთარ იმას სწრაფად რო ლაპარაკობ. კი, არა, აი ძალიან კარგად მიყავით, პრაქტიკულად კითხვების დასმას. კი, ის მქონდა კითხვები მაქვს გამზადებული, მაგრამ რაღაც კითხვებთან მიმართებაში ცოტა მორიდება მქონდა და ეხლა რადგან თქვენ პირადად ახსენეთ არა არის მორიდება, ანუ რეალობა არის და მე მგონია რომ არაფერი ადამიანს რაც მის ირგვლივ და თავს ხდება, ეს დასამალი არაფერი არ არის. გეთანხმებით, აი ზუსტად ჩემი ფილოსოფიაც ეს არის, რომ ადამიანები რაც მეტად გავაზიარებთ იმას რეალურად რაც ხდება, მეტად ვაძლიერებს სხვას, იმიტომ რომ თითქმის ყველა ადამიანი არის მსგავს სიტუაციაში, უბრალოდ ზოგი არ საუბრობს და გონია მარტო თავის გარშემო არის რაღაც პრობლემები და უფრო რთულად აღიქვავს და რომ ისმენ, რომ სხვა ადამიანსაც რაღაც მსგავსი პრობლემა ჰქონდა და დაძლია ну, მე უფრო მარტივად იღებ და უფრო ჩვეულებრივი ეს არის. თქვენ შემთხვევაში ხა ეს როგორი მოქმედა ბიზნესმა ოჯახი? მოქმედა, რა თქმა უნდა, ხა შვილები რო დატოვებული ყავს, ოჯახი დაინგრევა იმ მიზეზით, რომ ვთქვათ, მე სრულად წასული ვარ. პრინციპში, ალბათ ჩემი ბრალიც იყო, იმიტომ რომ ძალიან გადავერთე სოფლის ცხოვრებაში. აბსოლუტურად გავაკეთე გადაფასება ყველა ღირებულების, იმიტომ რომ იქ სხვანაირი ცხოვრება მქონდა.
თბილისში სხვანაირი ცხოვრება მქონდა. თითქოს აქ არაფერი არ მაკლდა, ჩემი შვილები იღებდნენ საუკეთესო განათლებას, ჩემი მშობლები მხარში მედგნენ, ძიძა იყო და იქ სხვანაირი ცხოვრება ვნახე. იქ ვნახე ის სიდუხჭირა, რომელიც არ მინდოდა რომ ყოფილიყო. იქ ვნახე ის ბევრი გამოწვევა, რომელიც რეგიონში ცხოვრებ ადამიანებს თუნდაც შვილების განათლების კუთხით, თუნდაც შემოსავლის კუთხით აწუხებდა და რაღაცნაირად ძალიან იმოქმედა ჩემზე, ჩემთვის ძალიან პატივსაცემი ადამიანი და დღემდე არსებობს ეს კაცი ბატონი ზაური. ერთ დღეს გამოვედი მახსოვს საწარმოდან, იმიტომ ძირითადად ყველაფერს ჩვენ თვითონ ვაკეთებდით, იმიტომ რომ სხვაც უნდა გადაგვემზადებინა. და გამოვედი და ახალციხეში ძალიან ადრე თენდება და ძალიან ადრე ღამდება, იმიტომ რომ 5 საათზე უკვე აღარ იცი რა უნდა გააკეთო. და თან მაშინ ეს პერიოდი იყო, არაფერი არ ხდებოდა საერთოდ და გამოვედი და მითხრა რომ შენო ძალიანო მეწოდებიო და რატო მეთქე მგონია რომ გაიგო ეხლა ამბავი რომ მე და ჩემი მეუღლე გავშორდით და მოკეთ არ ვიცი ამ ამბავსო როგორ გადაიტანო მაგრამ მინდაო იცოდეო რომ შეიძლება ერთ დღესო შენ შვილებსო ძალიან შერცხვეთ შენიო და მე ვთქვი რა ანუ რას გულისხმობ მეთქი მე ისე ვიქავა რომ მგონია რომ განქორწინებას საუბრობს და მითხრა რომ აი მაგალითად ჩემი შვილებიო და შვილიშვილებიო რომ მიდიანოდით ქალაქებშიო მალოვენო რომ ჩვენო გლეხები ვართო. მაშინ გლეხს გვეძახდნენ. ხო და არ მინდაო რომ აი ამდენ შრომობო და ეს შრომა ესეთიო დაუფასებელი გქონდესო და შენმა შულმა ერთ დღეს დამალოსო იმასაც წაკეთებო და აი დუღარე წყალი რო გადაგესხმევა ხო იცი? ვიფიქრე ხა ოჯახი დამენგრა. ახალციხეში ცხოვრობ ამდენი წელი არის და კიდე ხა ჩემი შულს რო შერცხვეს იმისი რასაც ვაკეთებ და მეთქე რა შეიძლება რომ გავაკეთოთ გქონდა ნუ არა ვერებს ვერ გააკეთებ ამდენი წელიაო ჩვენო გლეხებს გვეძახიანო და ესო სათაკილოც არისო ხო ეხა ადამიანს ჩვენ კულტურულ ნაწილშიცო თუ გინდაო შეურაცხყოფა მიაყენო ამბობ რომ 9 ნომერი გლეხი არ 8 ნომერი გლეხია და ესო დამაკნინებელიაო ამითიო ხო არ ამბობ რომ აი თუ შეურაცხყოფა გინდაო მიაყენო ხო არ ამბობ ის იურისტია ამბობ რომ გლეხიაო რა ეს იყო გამოწვევა იმისთვის რომ დგომა შეგეცვალათ თვითონ აი ამ სფეროს მიმართ ეს იყო გარდამტეხი. და ვთქვი რომ აი აუცილებლად ყველაფერს გავაკეთებდი იმისთვის რომ ეს გლეხის სტერეოტიპი დამენგრია და დაუკავშირდი ჩემ მეგობრებს რომლებიც ასევე რეგიონში ცხოვრობდნენ. უკვე 2012 წელი იყო, ანუ იმ პერიოდში მით უმეტეს მაშინდელ ხელისუფლებას სოფლის მეურნეობა საერთოდ არ ჰქონდა პრიორიტეტად და რეალურად ეგრეც იყო, არავის არ აინტერესებდა სოფლის მეურნეობა და ვუთხარი რომ უნდა შევქმნათ ფერმერთა ასოციაცია მეთქი, რომელიც დაიხმარება და პირველ რიგში ამ სტერეოტიპს დაანგრევს მეთქი, იმიტომ რომ აგერ მე ვუთხარი ამ ხელა ბიზნესი მაქვს, მრცის გადამამუშავებელი საწარმო იქ რაღაც ფერმა მქონდა, ძროხის პირუტყვის საკვებს ვაწარმოებდი, ხელოვნური ტბა მქონდა, ვაშლის ბაღები, ტრენინგ ცენტრს ვაკეთებდი და მე ვუთხარი ხე ესენი კიდე გლეხს რო დაგიძახებენ და კიდე ჩემ შულს რო ამის გამო უნდა შერცხვეს, არ არსებობს, მე ვუთხარი ეს მენტალობა უნდა შევცვალოთ და მოკეთ ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, დავიწყეთ 2012 წელს, არც დაფინანსება გქონდა არაფერი, ჩემი ბიზნესიდან ფინანსებოდა, კორპორატიული პასუხისმგებლობა ავიღე მაშინ და დაახლოებით 3800 სოფელი გვაქვს საქართველოში და გავიყავით და დავდიოდით სოფელ-სოფელ ერთი კითხვით, რომ აი რო შეწყვიტოთ წარმოება თქვენ ფერმერებმა, რა მოხდება და ნუ ზოგი ამბობდა რომ ვიღაც გარდაიცვლება შიმშილით, ვიღაც ამბობდა რომ უბრალოდ მოსახლეობის საკვები არ ექნებოდა და შემდეგი კითხვა იყო რომ ვინ არის ამ ქვეყანაში ყველაზე მნიშვნელოვანი მაშინ პრეზიდენტი, პრემიერი თუ ფერმერი. და ეს გვეუბნებოდა რომ ამაზე არ გვიფიქრიან ფერმერი და მაშინათვე ვაძლევდით ბანერს ხელში, ვთქვათ რომ ეწერა რომ მე ვარ ნინო, ვაწარმოებ კარტოფილს და ვარ ძალიან ამაყი. მოგეთ 2 წლის განმავლობაში ეს კამპანია ფერმერი პატრიოტია მოედო მთელ საქართველოს და დაიწყო ნელ-ნელა გარდატეხა ისეთი რომ გლეხის სიტყვა ჩანაცვლა ფერმერით, მაშინდელი მინისტრი გახლდათ ბატონი ოთარ დანელია, რომელთან ერთად ძალიან აქტიურად ვითანამშრომლეთ და 20 ნოემბერს ფერმერის დღესაც აღნიშნავთ ყოველ წელიწადს და დავიწყეთ აქტიურად პირველი ამ სტერეოტიპის დანგრევა. იმიტომ რომ თუ სტერეოტიპს არ დავანგრევდით ეს იმას ნიშნავდა, რომ ამ ადამიანებს ისევ შერცხვებოდათ იმ საოცარი საქმის კეთება, რასაც ისინი მიუხედავად ყველანაირი გამოწვევისა აკეთებენ და მგონია, რომ მათზე ძლიერი ხალხი არ არსებობს, იმიტომ რომ ღმერთზე დამოკიდებული ადამიანები არიან, ბევრი რაღაც გვაკლია იმისთვის, რომ ბიზნესად აქციო სოფლის მეურნეობა და ამ სფეროს არ ტოვებენ. და არ მიდიან, თქვათ
ჩვენ და სამწუხაროდ ემიგრაციაში ძალიან ბევრი ადამიანი სიტუხჭირის გამო მიდის, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც არ ტოვებენ და თვლიან, რომ ეს მათი ჯვარია. რომელიც როდესაც ესაუბრები მათ, რომ ეკითხები, რომ ამდენი გამოწვევა და არ გიფიქრია, რომ თავი დაანება, გეუბნება, რომ თვლი რომ ჩემი ჯვარია და თვლი რომ ეს უნდა ვაკეთო და ამიტომ მინდოდა რომ ეს ადამიანები წარმოჩენილი იყვნენ. თქვენ ამისთვის, ამ შრომისთვის რაც გაწიეთ. მე როგორც ვიცი, ამ თქვენი ორგანიზაციის დაარსებას კიდევ წინ რაღაც რიგ საკითხები უძღოდა, რაც ამოვიკითხე, ეს იყო რაღაც პრობლემები შეგექმნათ ტენდერებთან დაკავშირებით, ეს ესე იყო თუ რა წინაღობები იყო კიდე, ანუ მხოლოდ ეს იყო თქვენი мотиваცია, რომ არა, ასოციაცია მაგისთვის არ შემიქმნია, პირიქით ასოციაციაში შევქმნი, მე ბიზნესი გავყიდე, იმიტომ რომ ინტერესთა კონფლიქტი იყო. ხო, აი ეს კი, ნამდვილად იყო. პრობლემები ნამდვილად მქონდა როგორც ბიზნესს. იმიტომ რომ გამოაცხადეთ, რომ თქვენ აი ბიზნესს ყიდით და რამ გიბიძგათ, იმიტომ რომ ესეთი გადახვედით 2008-ში შექმენით ამ ხელა ინდუსტრია, ამ ხელა საქმე დაიწყეთ და მე უცბად ყიდით. უსამართლობა. და აი რა ხო, უსამართლობა, ანუ ძალიან ბევრჯერ მომიწია ცხოვრების დაწყება ნოლიდან. ძალიან ბევრჯერ. და ეს არასდროს არ იყო გამოწვეული ჩემი არასწორი ქმედებით ან ჩემი ბიზნესის არაკეთილსინდისიერი მართვით. სულ ამას რაღაცნაირად გარე ფაქტორი ედგა. პირველი იყო, როდესაც სულ თავიდან დავიწყე ბიზნესი, ყავის და ჩაის თქო, რომელიც აღვნიშნე, გარე სავაჭრო ჯიხურები მქონდა დაყენებული, რითიც თქვათ ეს take away კონცეფტი შემოვიტანე საქართველოში, ხამდე არასდროს არ არსებობდა და ამერიკიდან გამომყვა ეს სურვილი და ჟინი, რომ თან წაიღე ყავა, ყოფილიყო ჩვენი ქვეყნისთვის რაღაცნაირი ესე თქვათ შესაძლებლობა და თავიდან ისევ ამ სტერეოტიპს ვებრძოდი, იმიტომ რომ ხალხი მლანძღავდა, რომ ჩვენ ფინჯანი ყავა შეჩეული ვართ სამზარეულოში და რატომ მოიგონე, რომ ეხლა იგივე ბენზინგას ამარ სადგურებზე და გინდაც რუსთაველზე გიდგას ჯიხური, სადაც ყავას ყიდი. გავიდა 2 წელიწადი და ეს ეხლა მგონია რომ ჩვენი ცხოვრების ნაწილია, არ მგონი ადამიანი რომელიც ადმე არ მეძის და ყავა თან არ მიაქვს. მე მოხდა ისე რომ მიიღო მერიამ გადაწყვეტილება გარე ვაჭრობის აკრძალვის და აკრძალეს ეს ჩემი ბიზნესი და პირველი მედგაცრუება ასე დაიწყო. შემდეგ იყო რომ დავიწყე სოფლის მეურნეობაში ესე აქტიურად მუშაობა და მოგებული ტენდერი წავაგე, ანუ ტენდერი მოვიგე და მე უცებ მითხევს რომ ეს ტენდერი წააგე და ძალიან დიდი თანხის აკუმულირება გავაკეთეთ იმისთვის რომ ხარისხიანი პროდუქტი როგორ არის იცით აი სოფლის მეურნეობაში ვინც იცის მათთვის მარტივი გასაგებია ჩვენ ციკლი გვაქვს გაზაფხულობით ძალიან ჭარბი რაოდენობის რძე გვაქვს ზამთარში ამის დეფიციტია ეს გამოწვეულია როდის მაკდება პირუტყვი და ასე შემდეგ და მოკლედ ძალიან დიდი შრომა ჩავდეთ იმაში რომ რადგან ჩვენი საკმარისი რძე არ გქონდა მოსახლეობისგან გვეყიდა და მათგან შესყიდვას ვაკეთებდით, შემდეგ ამას ქარხნულად ვამარილებდით და იმისთვის რომ შეგვეტანა პენიტენციურ სისტემაში და ყველაზე დიდი მომხმარებელი პენიტენციური სისტემა არის და მათ შორის თავდაცვა და ის თქვათ შინაგან საქმეთა სამინისტრო, მოკლედ ისე მოხდა, რომ მოგებული ტენდერი წავაგე და მიზეზი მითხრეს, რომ იყო 0-დან 5-მდე ეწერა, ანუ თქვათ რაღაც 100 გრამიდან პირობითად ეს რა იყო 100 გრამიდან 500 გრამამდე დაფასოება და მე მეწერა 100 ტვირე 500. და ჩვენ არ ვიცით თუ შენო შეძლებდი თუ არა რაღაც ზუსტად. ანუ აი რაღაცნაირი ხო რაღაც გაურკვეველი პასუხი იყო და აი მაშინ დავიწყე ამაზე ძალიან სერიოზულად ასევე პრინციპში ბრძოლა, რომ კარგი მე თუ ესე მომექცნენ, ესე იგი სხვა ხალხს, სხვა მეწარმეებს როგორ მოექცევიან. ქონდა პრესკონფერენციები, აქტიურად ჩავერთე შესყიდვების სააგენტოში, უცხოელები ჩავრთეთ, კანონის გადახედვაზე დავიწყეთ საუბარი და პირველად როდესაც გაიჟღერა რომ აიო შესაძლებელიაო რომ ასო იმიტომ ქონდაო ფერმერთა ასოციაცია, იმიტომ დააფუძნაო რომ თავისი ბიზნესის ლობირები გაეკეთებინაო იმ დღესვე მივიღე გადაწყვეტილება რომ ბიზნესი გამეყიდა. რომ ეს არ ყოფილიყო რაღაცა განცდები, რომ არასდროს არ მქონია ეგ აზრი, რომ ფერმერთა ასოციაცია გამომეყენებინა იმისთვის, რომ ბიზნესი ჩემი რაღაცნაირად ხელშეუხებელი ყოფილიყო. ესეთი რანაირად, მაგრამ ნუ როგორც კი ეს აღქმა გაჩნდა, მაშინათვე მივიღე გადაწყვეტილება, გავყიდე
ბიზნესი და ვთქვი რომ ყველაფერს მოვახმარდი, მთელ ჩემ რესურსს მოვახმარდი იმას რომ რეგიონში ცხოვრები ადამიანების ცხოვრება უკეთესობისკენ საიდან მოდის ეს პრინციპულობა? აი ხა გისმენთ და ძალიან ძლიერი ადამიანის დაბეჭდილება სტოვებთ პიროვნული თვალსაზრისით. მე სულ მგონია ხოლმე რომ წარმატებული ბიზნესი თუ აქვს ადამიანს, შინაგანად თუ არ არის ძალიან მყარი და ძლიერი, ვერ გაართმევს თავს. ამდენი წინაღობა ჩამოთვალეთ. მე ვიცი რომ კიდევ თქვენ რაღაც დაავადება შეეხვდა თქვენს დროხებს და ერთი ის იყო რომ თითქმის მთელი ფერმის დაკარგვა მოგიწიათ და რამდენჯერმე აღიდგინეთ ძალები. საიდან მოდის ეს სიძლიერე? ანუ თქვენ პიროვნებას როგორც აი ნინო ზამბახიძეს რა უდგას უკან აი ამ ყველაფრის უკან რა დგას? საიდან მოდის ეს ძალა? არ ვიცი, ძალა საიდან მოდის, არ ვიცი. წეს უკან ჩემ ცხოვრებას რო გადავახო, ვფიქრობ, რომ ეს არ უნდა გამეკეთებინა, ან რანაირად მეყო ამის ნერვები. იცი რა არის, ალბათ ისევ ის, რომ არა მაინც უნდა გავაკეთო. ალბათ ეს მაქვს, არ ვიცი, საიდან მაქვს, ახლა დედაჩემს რო კითხოთ, ამბობს, რომ აი ყოველ დღე ვფიქრობდიო, რომ აი ეხლა დაანებებს ყველაფერს თავს. ეხლა იტყვის, რომ დამთავრდა, მეტი აღარ მინდა. ძალიან ბევრი მძიმე დაღი დატოვა ამან, მათ შორის მენტალური ჯანმრთელობის კუთხით. ამაზეც არ საუბრობენ და ტაბუ არის დადებული, რომ აი მქონია დეპრესია. ძალიან მძიმე დეპრესია მქონია, იმიტომ რომ როდესაც იცი რომ შენგან გამოწვეული არ არის ეს და უსამართლობა ხდება შენ წინაშე და შენ ვერაფერს ვერ აკეთებ ამისთვის. ნუ აი ბოლოს რა უნდა გააკეთო, ხო? იბრძვი, გამოდიხარ, საუბრობ და ნუ აი ბოლოს რა ხდება, რომ ისევ შენ თავს შინაგანად ჭამდა, რა ვიცი, ხან დეპრესია მქონდა და ხან იყო პერიოდი, საერთოდ ლოგინიდან ადგომა არ მინდოდა, იმიტომ რომ გადახედავ ამას ყველაფერს, რომ ამდენი გამოწვევა გაქვს, იქ ოჯახი გაქვს დანგრეული, იქ პირობითად ეს მოგებული წააგე, იქ რაღაცას ვერ აკეთებ, იქ ხედავ, რომ უსამართლოდ ექცევიან ადამიანს, რომელსაც ვთქვათ მთელი ქონება იპოთეკაში აქვს ჩადებული და რაღაც ფინანსური ინსტიტუტი უყიდის და ვერაფერს ვერ ეხმარები ის ადამიანი შენთან მოდის და გეუბნება რომ აი ეს არის ბოლო შანსი თუ არა და თავს მოვიკლავ და გონია რომ აი ამის თანამონაწილე ხარ, იმიტომ რომ აი ასეთი შემთხვევები არის უამრავი, ხო? როგორ დაძლიათ ეს არ ვცქვია რომ დავძლიე, რა ვიცი. იცი რა, ნუ აი ალბათ შინაგანი ძალა იმისი რომ სანამ ცოცხალი ვარ, ჩემი ვალდებულება არის რომ გავაკეთო ეს ყველაფერი და ნუ ერთადერთი ჩემ თავთან რაც ვიცი, არის ხოლმე რომ ყველა გზას ვცდი იმისთვის რომ დავეხმარო. და მათაც იციან, ჩემმა ფერმერებმაც იციან, ხშირად ვთქვათ, რომ აი ის ვიცითო, რომ შენ თუ ვერ გააკეთებ, ესე იგი ვერავინ ვერ გააკეთებსო და ვიცითო, რომ აი შენი არაც არის ყველანაირი გზა გავლილი, რომ ბოლომდე ეცადე, მაგრამ უბრალოდ არ გამოვიდავ და ნუ ალბათ ეგ შემართება მაქვს. მე ისიც რომ როგორც აღვნიშნე, ძალიან ბევრი ადამიანი არის, რომელიც ვიცი რომ ვთქვათ რაღაცნაირად ფეხზე დგას. არა, ჩემზე დამოკიდებული არ არის, რა თქმა უნდა, მაგრამ აი ფეხზე დადგა, ვთქვათ, დაიწყო თავისი ბიზნესი, ვიცი რომ ეხა ჭირდება კიდე დახმარება, რაღაც მენტორინგი და ვიცი ეს ყველაფერი მაძლევს ძალას. მეორე ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი არიან ჩემი შვილები, რომლებიც რაღაცნაირად ჩემი ეს ვთქვათ ზურგი არიან, იმიტომ რომ როდესაც ჩემ პატარა შვილს კითხეს, რომ აიო, შენ რას თuliო, შენი როლიო რა არისო, აი დედა რო დღეს წარმატებულიო, ესეთი რამ უთხრა, რომ შეიძლებაო ხაჭაპურს არ მიცხოვდესო დედაო, მაგრამ ისეთ მაგალითს მიცხოვსო, რომ ვიციო როგორ უნდა ვიცხოვრო და ანუ მგონია რომ ეს ყველაფერი რაც გავაკეთე. თქვენ შეასრულეთ აი რო გითხეს ახალციხეში რომ შვილი არ წვენიათ ნამდვილად. ხო, მაგრამ მაგალითი არის რომ ზუსტად ეამაყება იმითი, რასაც აკეთებს და გლეხს კი არ გიძახით, პირიქით თქვენი თამაყობს. კი, ნამდვილად ეგრეა. მე როგორც ვიცი, თქვენ, ანუ ძალიან ბევრი აღიარება გაქვთ. წარმატებული ბიზნეს ხალი ლიდერი, მეწარმე და როგორც ვიცი 2017-ში მიწვეული იყავით შვეიცარიაში და გაქვთ ასე ვთქვათ აღიარება როგორც წარმატებული ხალი ლიდერი გლობალური კუთხით. როგორ მოხდა ეს და როგორ მოხდით, როგორ მიიღეთ ეს აღიარება? ხო, ცდილობ საქართველოს ფარგლებს გარეთ როგორ გახვედით?
იცი რა არის, რაღაცა ძელი ისტორია აქვს ამას ზოგადად, იმიტომ რომ პირველი ჩემი ეგეთი აღიარება მოხდა ამერიკული ორგანიზაცია იყო Invest for the Future, რომელსაც ჰილარი კლინტონი ხელმძღვანელობდა და მაშინ პირველად მომიწია წასვლა კონფერენციაზე პოლონეთში და რომ მოისმინეს ჩემი ისტორია, ქალმა მთხოვა რომ იქნებო ჰილარის თანაშემწე იყო, რომ იქნებო რაღაცნაირად გავაკეთოთ საქართველოსთვისაც, რომ ქალების როლი გაძლიერდესო, იმიტომ რომ რაღაცა ისეთი მაგალითი ხარო, რომ მინდაო, რომ საქართველოში ეს ორგანიზაცია დაფუძნდესო. Ну, რა თქმა უნდა, ჰილარის ნათქვამი გადმომცა და მაშინ დავთანხმდი და ესე გავხდი მისი ორგანიზაციის წარმომადგენელი. მაშინ იყო პირველი ესე ვთქვათ აღიარება. მაგას მოყვა შემდეგ უკვე სოფლიო ეკონომიკური ფორუმი, სადაც ახალგაზრდა გლობალური ლიდერი გავხდი. მთელი ჩემი ამოცანა არის, რომ საქართველოს ვთქვათ ვახმოვანებ და ქალთა გაძლიერებას ვახმოვანებ საერთაშორისო პლატფორმებზე და ამასაც თავისი მიზეზი ჰქონდა, როდესაც ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი ვიყავი, უკვე წარმატებული ბიზნესი მქონდა, მივედი ფინანსურ ინსტიტუტში და ვთხოვე სესხი. იმიტომ რომ მინდოდა პროფესიული სასწავლებლის გაკეთება. რადგან ვთვლი რომ განათლება არის ყველაზე მნიშვნელოვანი. რამაც მე თვითონ ბევრი შეცდომა დამასწრებინა, იმიტომ რომ არ მქონდა და მინდოდა რომ რაღაც ახალგაზრდების ჩართულობა გამეკეთებინა და ფინანსურმა ინსტიტუტმა შეგნებულად ამ ბანკის სახელს არ ვასახელებ, მითხრა უარი სესხზე. ჩემი გენდერის გამო. გრანტი აიღეთ თქვენ შემდეგ? არა, გრანტი უკვე ყველაფერი გაკეთებული მქონდა, უბრალოდ მაკლდა ფინანსები და მითხრა რომ ვერ მომცემდა სესხს, იმიტომ რომ ვიყავი ქალი და უნდა მომეყვანა ვიღაც მამაკაცი თავდებში. როგორც გითხარით, გაგორწელებული ვიყავი, არ მიმაჩნია სწორად, რომ ვიღაც კაცი ნებისმიერ თუნდაც ბიზნეს პარტნიორი მიიყვანო თავდებში. ანუ რას ნიშნავს? შენ თუ შემოსავლიანი ბიზნესი გაქვს აქტივი, ოჯახში ერთი შვილი ხარ, სახლი გაქვს, რომელიც იპოთეკით უნდა დატვირთო, რა ნიშანია ეხლა ეს, რომ არ მომცემ სესხს, ანუ რა ნაკლები გადამხდელი ვარ. მოგეთ არ მომცეს და აი მახსოვს რომ გაიღო კარი ბანკიდან რომ გამოვედი ვიფიქრე რომ აი იმ დღეს დაიწყებლით თავს როცა გაჩნდით მეთქი იმიტომ რომ შანსი არ არის რომ ეხა ეს გაპატიოთ და არ გავაკეთო ყველაფერი იმისთვის რომ ქალებსაც ქონდეთ შესაძლებლობა რომ ფინანსურ რესურსზე მიიღონ ცდომა თქო და მოკეთ მე ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ დონორთან ერთად ვიმუშავეთ პროექტები გავაკეთეთ მხოლოდ ქალებისთვის დღეს ეს ბანკი ძალიან კარგად იქცევა მათი პორტფელის 35% ქალია მაგრამ ნუ თავიდან ყოველ შემთხვევაში ესეც გამოწვევა იყო და პრინციპში ამანაც მიმიყვანა იქამდე რომ რეალურად გამეგო მარტო ჩემ ქვეყანაში ხდება ეს თუ მთელი მსოფლიო ამ დღეში არის და გენდერული კუთხით თქვათ გაკიცვა ხდება სხვაგანაც და მარტო არა ჩვენთანაც ხო თან როდესაც დავდიოდი სხვადასხვა ქვეყანაში ყველას ისეთი რეაქცია ჰქონდა რომ ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი ქალი და ნუ მივხვდი რომ ეს სტერეოტიპი ყველგან არსებობს და ნუ ან იმათ ფერხულშიც უნდა ჩაება რომ შემდეგ შენ ქვეყანაშიც თქვათ ჩამოიტანო საუკეთესო პრაქტიკა და მაგალითი და ნელ-ნელა ეს გამოწვევები გადალახო, ნუ დღეს მგონია რომ ბევრად წინ ვარ. ძალიან ბევრი რამ გასაკეთებელია, მაგრამ ძალიან ბევრად წინ ვარ ქალთა გაძლიერების კუთხით. აი ამ აღიარების იყო მე მგონი ერთ-ერთი წინაპირობა, რომ თქვენ მიგიწვიეთ შემდეგ 2019-ში თეთრ სახლში პრეზიდენტთან შესახვედრად და იქ წარმოადგენდით საქართველოს სახე იყავით იქ და თუ შეხვდით ამერიკელ მეწარმეებს რა საუბრები გქონდათ ტრამპთან და როგორი იყო ფერმერი ქალის სამზადისი რომ მიდის თეთრ სახლში რომ წარადგინოს ანუ თავისი თავი და მერე ასე ვთქვათ საქართველოს წარმომადგენელიც იყავით იქ რა განცდები იყო როგორი საუბრეთ და როგორ ჩაიარა ამ ყველაფერმა სამზადისი არ მქონია იმიტომ რომ არ ვიცოდი რომ ტრამპს ხვდებოდი ეგ იყო პირველი ალბათ შოკი რა ვისაუბრე დღემდე არ ვიცი იმ ჩანაწერისთვის არც დღეს არ მომისმენია იმიტომ რომ ახსოვს ჩემი ემოცია რომ ერთადერთი რასაც ვფიქრობდი იყო რომ გული არ წამსვლოდა როდესაც მთხოვეს რომ სიტყვით გამოსულიყავი ესეთი რამ მოხდა რომ დამიკავშირდნენ და ტელეფონზე დაიწერა თეთრი სახლი და ვიფიქრე რომ ვიღაც მეხუმრებოდა და მითხრეს რომ აკეთო მოგიწევსო ჩამოსვლაო ამერიკაშიო ქალთა ეკონომიკური გაძლიერება ის პროექტი არის ივანკა ტრამპი აწერს ხელს WGDP-ის პროექტს და გვინდაო რომ შენცო როგორც Millennium Challenge-ის ბენეფიციარიო ეს ფონდი 1000 წლეული გამოწვევი საქართველოს იყო
ამის ბენეფიციარიო, უბრალოდ ჩამოხვიდეო და ამ ცერემონიას დაესწრო. ეს იყო რითიც გავიმგზავრე ამერიკაში. მერე მოხდა ისე, რომ პირადად როდესაც შევხვდი ივანკას, ვისაუბრეთ და მოვყევი, ის თანხა, ამერიკელების გადასახადის გადამხდელების თანხა, როგორ მომცეს მე $125,000 გრანტი და როგორ დავიწყე საქმიანობა და როგორ გადავწყვიტე, რომ მე ის ყველაფერი რაც მე ამერიკისგან მივიღე, ინვესტირება მომეხდინა ფერმერთა ასოციაციაში და უკვე რაღაც შემექმნა ისეთი ასოციაცია, რომელიც სხვა ქალებს დაეხმარებოდა და ძალიან მოეწონა ეს ისტორია და მითხრა, რომ იქნებო წამოხვიდეო, იმიტომ რომ სენატი და კონგრესი მაშინ განიხილავდა ამ დახმარების თემას, იყო ძალიან დიდი წინააღმდეგობა, იმიტომ რომ ითვლებოდა, რომ თანხები არამიზნობრივად იხარჯებოდა და მოკლედ დიდი შეხვედრა, როდესაც მოეწყო, იქაც მომიწია სიტყვით გამოსვლა და ახსნა, რომ აი ამ თანხამ დღეს ჩვენ ქვეყანას რა მოუტანა ფერმერთა ასოციაციის კუთხით. და უცებ მითხრა, რომ ძალიან მინდაო, რომ მამა ჩემი გაიცნო. და ის ფიქრობდი, რომ აი რა მოხდება, ეხლა ტელეფონით ამ მქონოდა, რომ პლანეტაზე ყველაზე ძლიერ კაცთან ერთად სურათი მაინც გადამეღო. თქო, რა თქმა უნდა, მობილური თან არ მქონდა და რა შევედით ოვალურ კაბინეტში, მითხრეს, რომ ეხლა აქ დადგები, მოვა პრეზიდენტი, ხელს მოაწერენ და დამთავრდება ამით. და როდესაც ივანკამ დაიწყო საუბარი, უცებ მესმის ჩემი სახელი და გვარი, რომ იქნებ ნინო შენც მოყვეო და წინ დგას მახსოვს ყველა ტელევიზია თუ კი რამე არსებობს სოფლიოში და მე უნდა დავიწყო საუბარი საერთოდ არც მომზადებული ვარ არაფერი არ ვიცი რა უნდა ვთქვა და დავიწყე რომ მოგეთ როგორ ვიყიდე ეს ორი ძროხა და შემდეგ მოვყევი აი რაც მოვყევი რომელიც კიდე დღემდე არ მომისმენია, იმიტომ რომ ისეთი შოკი მემართება ეს ეპიზოდი ჩემი ცხოვრებიდან არის ამოვარდნილი. იმდენად ვინერვიული, რომ ფიქრობდი, რომ აი ახლა აქ რო უცებ დავეცე და გული წამივიდეს, ამომივა. იმის მერე მგონია, რომ არაფერი აღარ მომკლავს იქ ისეთი გადავიტანე. ამას მოყვა ერთი კარგი ის, რომ 50 მილიონი იყო ეს თქვა თანხა, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში უნდა წასულიყო და საქართველოს იყო ერთ-ერთი, რომელმაც მიიღო ეს დახმარება, თუ არ ვცდები, ფინანსური ინსტიტუტის მიერ მოხდა ამ თანხების განკარგვა და ქალების ეკონომიკური გაძლიერება. სიმართლე გითხრათ, ამერიკელ მეწარმეებს ეხლაც ვესაუბრები, იმიტომ რომ ძალიან ბევრი პლატფორმის წევრი ვარ, მათ შორის ვარ GIASI არსებობს ესეთი ორგანიზაცია, რომელიც სოფლიო 100 ლიდერ ქალს მოიცავს და ვარ პრეზიდენტის მრჩეველი ამ პლატფორმაზე და სოფლიოში ყველაზე წარმატებული ქალების ერთობა არის და თუ კი რაიმე სახის გადაწყვეტა ხდება ხოლმე ზოგადად სოფლიოში ქალთა გაძლიერება იქნება ეს კლიმატური ცვლილება, აგრიტეკი თუ ის პროფესიები, სადაც ჯერ ქალები არ არიან ფეხმოკიდებული, ყველასთან გვაქვს ურთიერთობა და სამთავრობო დონეზე ვიღებთ გადაწყვეტილებებს და ჩვენ რეკომენდაციებს ვუწევთ. მეწარმეებთან საუბარი ბევრი მაქვს, ასოციაციებთან ხშირად საუბრობ, ვიცი რომ საქართველოს არ არის გამონაკლისი, რაც ცოტა უფრო მამშვიდებს, ზუსტად იგივე. რა განსხვავება არის მენტალური კუთხით ეს საქმის მაგალითად ამერიკელების მიდგომის და ქართველი ფერმერების მიდგომა, ანუ განსხვავებულია თუ ფერმერი ყველგან ფერმერია. ყველგან ფერმერია და ძალიან მიყვარს ხოლმე სხვადასხვა ფერმერებთან შეხვედრა და ზუსტად ერთ და იგივე ენაზე ვსაუბრობთ. ყველას იგივე გამოწვევა აქვს. რა თქმა უნდა, ეხლა ქვეყნებს გააჩნია, მაგალითად ევროკავშირში რომელიც ძალიან აქტიურად მინდა რომ ჩვენი ქვეყანაც იყოს ამის ნაწილი, განსხვავებული მიდგომები აქვს ფერმერებს, კოოპერაციებია ჩამოყალიბებული, ისინი ქმნიან სოფლის მეურნეობის კლიმატს, არსებობს დეფინიცია ვინ არის ფერმერი, მხარდაჭერა აქვს, დაფინანსება აქვს და ასე შემდეგ. პროფესიული განათლება არის ძალიან აქტუალური. ამერიკაშიც ყველას წარმატებული ფერმერები ერთიანდებიან და შემდეგ უკვე თავისი ბანკები აქვს, სუპერმარკეტები აქვს და ასე შემდეგ და ჩემი ყველაზე საოცნებო მოდელი სწორედ ეს არის, რომ ქართველი ფერმერები, რომელიც აი უნიკალური ხალხი არის, მათი ერთობაც მოხდეს და ჩვენ სწორედ ისე როგორც განვითარებულ ევროპაში და მსოფლიოში არის, შევძლოთ ისეთივე ხარისხის პროდუქტის წარმოება,
თქვათ, მოსავლის აღების შემდგომ ტექნოლოგიების დანერგვა, ჩვენივე ბანკი გქონდეს, ჩვენივე სუპერმარკეტი გქონდეს და ჩვენვე ვაყალიბდებოდეთ კლიმატს. ხა ქვეყანას, რომელსაც 100% ამბიცია აქვს, რომ აგრარული არის და 100% ექსპორტი ქონდა, სამწუხაროდ 70%-იან იმპორტზეა დამოკიდებული და მე საერთოდ ვამბობ ხოლმე, რომ სანამ ექსპორტზე ვილაპარაკებთ და ზოგადად ვილაპარაკებთ რაღაცას, აი როგორ შეიძლება სხვადასხვა ბაზარზე შევიდეთ, რატო არ ვსაუბრობთ იმაზე, ჩვენ როგორ ვაწარმოოთ თვითკმარი პროდუქტი, რომ ჩვენმა მოსახლეობამ ხარისხიანი პროდუქტი მიიღოს და ჩვენი შვილები გაიზარდონ ქართულ ხარისხიან პროდუქტზე და ვიცით ხო, რომ იგივე დაავადების კუთხით რამდენი პრობლემა არის, სიმსივნე როგორ გაახალგაზრდა და ესეც იქიდან არის გამოწვეული, უამრავი შხამქიმიკატი, პესტიციდი და ასეთი რამ არის პროდუქტში, ხო? ამიტომ ძალიან აქტიურად ვარ ამაში ჩართული, რომ მინდა რომ უფრო მეტი წარმოება იყოს ჩვენ ქვეყანაში და უფრო მეტი, ასე ვთქვათ, ხარისხიანი პროდუქტი ჩვენ ვაწარმოოთ, ვიდრე ექსპორტზე გავიდან. ამიტომ ყველა პლატფორმაზე ვსაუბრობ საქართველოსზე, ვცდილობ რომ ყველა ის საუკეთესო პრაქტიკა, რაც მათ გააჩნიათ, განსაკუთრებით თანამედროვე ტექნოლოგიები, ხელოვნური ინტელექტი არის აქტუალური. თქვენ მაგისი, ასე ვთქვათ, ტექნოლოგიების შემოტანაც ამაში. ხელოვნური ინტელექტზე დავაფუძნეთ უკვე ყველაფერი. ფერმერისთვის, რომელიც ახლა იდგამს ფეხებს და ფეხს და გადადის გლეხობიდან, როდესაც თავისი თავი გონია გლეხი და მხოლოდ რაღაც აღარ გონია არავის აღარ გონია. ამის ცნობიერების ამაღლება თქვენ მოახდინეთ, უკვე რაღაც შემოდის რაღაც უფრო მეტად ახალი. როგორ იღებს ამას თვითონ, აი ქართველი ფერმერები როგორ იღებენ? რამდენად რთულია ამ ახალი ტექნოლოგიების დანერგვა? თუ აი უკვე გადავიდა ახალ ეტაპზე, რომ მიმღებლობა მეტად გაიზარდა. ნუ ზოგადად, როცა ახალი ტექნოლოგია შემოდის, მარტო ფერმერი არ არის, ეს არის მენტალური ცვლილება, რომ რაღაცა შენი კომფორტის ზონიდან, რომელიც იცი, რომ ესე კეთდებოდა, უნდა გადახვიდე ახალზე. და ეს არის მე მგონი თაობათა ბრძოლა, ხო, როდესაც ერთი თაობა შეჩვეულია რაღაცას და იცის, რომ ესე უნდა აკეთოს და ახალი თაობა ამბობს, რომ არა, ამას ესე აღარ გავაკეთებ, სხვანაირად გავაკეთებ. ეხლა რაც მახარებს არის ის, რომ სოფლის მეურნეობა გაახალგაზრდა ბევრად, იმიტომ რომ დაახლოებით ფერმერის ასაკი საშუალოდ 65-დან 70 წლამდე იყო. და ნუ ისინი მისდევდნენ მამა-პაპისეულ მეთოდებს, რომელიც ცუდი ნამდვილად არ არის, რეგენერაციული არის და ასე შემდეგ, მაგრამ ძალიან კარგია, როდესაც სიმბიოზი ხდება თანამედროვეს, როდესაც მოარგებ ძველ ტრადიციულს. ახალგაზრდებს უფრო სხვა მიდგომა აქვს, იმიტომ რომ მთელი ინფორმაცია თავიანთ ტელეფონში აქვთ, ესაუბრებიან ხელოვნურ ინტელექტს, ნებისმიერ კითხვაზე პასუხი არსებობს, რაც სამწუხაროდ თქვათ არ არსებობდა წინა თაობებთან მიმართებაში, ხო, როდესაც ჩვენ დავიწყეთ ფერმერთა ასოციაციაში, მე პირადად საქმიანობა, ბოლო წიგნი ქართულად იყო 1956 წელს გამოცემული სოფლის მეურნეობაზე. დანარჩენი იყო რუსულ ენაზე. ამიტომ ვეცადეთ, რომ მაშინ დაგვეწყო თანამედროვე ტექნოლოგიების შემოტანა და 2018 წელს გამოვეცით წიგნების სერია, როგორ გახდე ფერმერი და გზა ფერმერობისკენ. ამიტომ მიმღებლობა ხშირ შემთხვევაში რთულია, მაგრამ თუ ამას ხედავენ თავიანთი თვალით, უფრო მარტივია. ამიტომ გავაკეთეთ ჩვენ პირადად სადემონსტრაციო ნაკვეთები, სადაც ჩვენ თვითონ ვაჩვენებთ, როგორ არის თანამედროვე ტექნოლოგია, რას აკეთებს და რატო უმარტივებს მათ ცხოვრებას, როგორია მასშტაბის ეკონომია. თქვათ, რაც უფრო მეტ პესტიციდ შხამქიმიკატს შეიტან მიწაში, ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენ ერთ წელს ბევრ მოსავალს რომ მიიღებ, შემდეგ წელს იგივე იქნება. არა, თქვათ, როგორ ფიტალ ამითი მიწას, როგორ ეს მერე უკვე მოქმედებს კლიმატურ ცვლილებებს და ასე შემდეგ. ნუ ინფორმაციის მიწოდება არის პირველ რიგში მთავარი, მეორე თავისი თვალით დაინახოს რა არის და მესამე რისკში მასაც გაყვე. იმიტომ რომ მარტო თუ არის ადამიანი ის ყოველთვის რაღაცნაირად დაბნეული არა მხოლოდ სოფლის მეურნეობაში, თქვენ ხო აღნიშნეთ, რომ აი შენ პრობლემას რო გაიგებსო, მე თვითონაც ფიქრობსო, რომ შეიძლება მეც გადავლახოს. ზუსტად იგივენაირად არის ეს სოფლის მეურნეობაშიც მათ შორის. ამიტომ მიმღებლობა ეხლა უფრო არის და თან ჩვენ ხო არ საუბრობთ ეხლა ისინი რა ქვია დრონები რო დაფრინავენ და რობოტები დადიან. საუბრობთ ელემენტარულ თანამედროვე ტექნოლოგიაზე, როგორც არის თქვა წვეთოვანი სისტემების გამოყენება, თქვა ქარსაცავების, სეტყვა დამცავების და ასე შემდეგ. მაგრამ ძალიან მახარებს ის, რომ ბევრი ახალგაზრდა არის ჩართული, ბევრი ახალგაზრდას ესეთი ხედვა აქვს, რომ იცის 21 საუკუნეში ძველი მეთოდით ვერ იმუშავებს, თუმცა
ბებია ბაბუის ამბებს მაინც ითვალისწინებენ და რაღაცნაირად კარგი და ხარისხიანი პროდუქტი წარმოებს. ეხლა თქვენ დაიწყეთ საუბარი რა ეტაპზე იყავით 2008-ში, როდესაც გადაწყვიტეთ დაგეწყოთ საქმიანობა და ახლა 2025 წელია და თქვენი წყალობით სრულიად შეცვლილი არის სიტუაცია. ახლა რა გამოწვევები დგას დამწყები ფერმერის წინაშე, რომელიც რაღაცას იწყებს. ახლა რა მიზანი გაქვთ, რა არის მეტად დასახვეწი და გასავითარებელი, რა ეს გამოწვევები მეტად დაძლეული იყოს. აქ ერთი რამ უნდა ვთქო, მარტო ჩემი წყალობით ეგეთი რაღაცები არ ხდება, აქ დონორებიც ძალიან დაგვეხმარებიან და სახელმწიფოც მათ შორის ხომ ამ იმას ქებას მარტო ჩემ თავზე ვერ მივიღებ, ყველასია ეს რა თქმა უნდა, ერთობლივად ბევრი რამ შევძელით. სამწუხაროდ, რასაც მაშინ ვლაპარაკობდი, ახლაც იგივეზე მიწევს საუბარი, რომ რა გამოწვევები აქვთ ფერმერებს. ისევ ბრუნდებით ის, რომ ფინანსურ კაპიტალზე ხელმისაწვდომობა აქვთ და თან განსაკუთრებით დამწყებ ფერმერებს, ახალგაზრდებს, რომელსაც არ გააჩნიათ აქტივები, რომ დაიწყონ თავიანთი საქმიანობა, კვლავ ისევ ფინანსური ინსტიტუტებისთვის ეს დიდი გამოწვევა არის, რისკის შემცველია მათთვის და სამწუხაროდ ახლა ვიცით, რომ არსებული სიტუაციიდან გამომდინარე დონორები ისეთი აქტიურები აღარ არიან. შესაბამისად ეს პრობლემა კვლავ დადგა. ადრე უფრო დონორები, უფრო სხვადასხვა მიმართულებით გაცემდნენ სესხებს და უფრო მარტივი იყო ახალგაზრდა დამწყები ფერმერისთვის, რომ ეს საქმიანობა დაეწყო, ახლა აღარ არის ეს სამწუხაროდ მარტივი. სესხი რომ მიიღო, ძირითადად ძალიან ბევრი ბანკი გთხოვს, რომ რაღაც უზრუნველყოფა უნდა გქონდეს. ჩვენში კულტურულად რაღაც ოდითგანვე იყო, რომ შობელი თავის ქონებას მიწა იქნება, სახლი იქნება, ძირითადად უტოვებდა ხოლმე ბიჭებს. და ეს თუნდაც ქალ ფერმერებს ხელს უშლის, ან ნებისმიერ სხვა ბიზნესის დამწყებებს, რომ თუნდაც მათაც ჰქონდეთ რაიმე ქონება, რომ შემდეგ თუნდაც სესხი მაინც აიღონ ბანკებისგან. ახლა რა ეტაპზე არის ეს მდგომარეობა და დგას თუ არა კიდევ ეს პრობლემა, რომ ქართველ ქალებს უშლის თუ არა ხელს აი ბიზნესის დაწყებაში ან განვითარებაში. ისევ ესეთი აქტიურია. რა თქმა უნდა, უბრალოდ ერთი კარგი ის არის, რომ ახალ თაობას არა აქვს ეს მიდგომა, გოგო იქნება თუ ბიჭი და ყველაფერს ბიჭს არ უტოვებენ, უფრო თანაბარი პირობაა. თუმცა არსებობს რეგიონები, განსაკუთრებით ქვემო ქართლი და სამცხე-ჯავახეთი, სადაც კვლავ ეთნიკურად უმცირესობა არის და მათი ხედვა კვლავ იგივე არის, რომ ყველაფერი ბიჭის არის და გოგო გათხოვდება. რაც ჩემთვის მიუღებელია, მაგრამ მან მეორესაც გეტყვით, აგერ ერთი გოგო ვიყავი, სულ არ მყავდა ძმა, მაგრამ მეც არ მომცა საფინანსო ინსტიტუტმა წვდომა კაპიტალზე. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს მაინც მიდგომები არის, რომელიც უნდა შეიცვალოს. ჩვენ აი როდესაც გითხარით, რომ სხვა დონორთან ერთად ვიმუშავეთ სხვადასხვა პროექტზე, ზუსტად ეს გავაკეთეთ, რომ თქვით, რომ თუ ქალი შემოიტანდა განაცხადს, მას 20%-ით მეტი შესაძლებლობა ექნებოდა მიიღო გრანტი, ვიდრე მამაკაცს და ქართველი კაცებიც ჭკვიანები აღმოჩნდნენ, ზოგმა დაზე გადააფორმა აქტივი და ზოგმა ცოლზე. პრინციპში იდეაში ჩვენ ეს გვინდოდა ნამდვილად, რომ ისინი ყოფილიყვნენ თანაბარ პირობაში. ხა როდესაც ჩვენ საუბრობთ ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე, ეს არ ნიშნავს ქალის როგორც ინდივიდის გაძლიერებას. ჩემი გადმოსახედიდან ეს ნიშნავს ოჯახის გაძლიერებას. ანუ რაღაცნაირად გაიმიჯნა და ცოტა კაცებიც რაღაცნაირად უყურებდნენ, რომ აი არ გვინდა ეს გაძლიერებული ქალი. რას ნიშნავს გაძლიერებული ქალი არ გინდა? ანუ რაზე ვსაუბრობთ, რომ თანაბარი პირობებით პირიქით მეც დაგეხმარო როგორც ქალი და შენი საქმე აკეთო და ერთნაირი პირობა გქონდეს. აქ ხარ აი რომ ინდივიდი გავაძლიერეთ ისე რომ მე მამაკაცი დაჩაკრა. ამიტომ აი ეს მიდგომაც შესაძლებელი იყო. ანუ ძირითადად მოკეთ სულ შევაჯამო სულ სტერეოტიპებს ვებძვით. აი რა დრო დაგჭირდათ ან რა იყო ის გარდამტეხი, როდესაც იგრძენით აღიარება. აღიარება თქვენ არც კი რაღაცა თავიდან თქვით, რომ თვითონ რაღაც ტექნიკური განათლება გაკლდათ აი ამ აგროსფეროს მიმართულებით და შემდეგ უკვე დაიწყეთ ამისი დასწავლა. მაგრამ ბანკში მიხვედით და სესხი არ მოგცეს. ხართ იმ სფეროში, რომელშიც წამყვანი ძირითადად მამაკაცები არიან და ქალი რაღაც ნაკლებად. როდის მიხვდით და გაათვითცნობიერეთ, რომ უკვე აი ამ სფეროშიც მიღებული ხართ როგორც ქალი. და ზოგადადაც უკვე პატივს გცემენ, აი როგორც ქალმეწარმეს. თუ იყო ეს გამოწვევა საერთოდ? როგორ იყო? პრინციპში სულ იგნორი იყო ხოლმე, აი მახსოვს, რომ როდესაც შევდიოდი ან სიტყვით გამოვდიოდი, არავინ არ მისმენდა.
იყო რაღაც რეგიონებში შეხვედრა, მხოლოდ მამაკაცები ისხდნენ და მე საუბრობდი და შეიძლება და ითქვათ რაღაცა სულ სხვა რაღაცა იკითხა, აბსოლუტურად განსხვავებული იმისგან, რაზეც მე ვისაუბრე. ამიტომ რაღაცნაირად თითქოს არც არავინ მათ შორის დიდი ბიზნესებიც რაღაც მეგონა რომ კონკურენტად არასდროს არ აღმიქვავდნენ. ალბათ აღიარება ცოტა ხმამაღალინა თქვია, მაგრამ როგორ მოახერხეთ ის რომ ეხა შედიხართ და გისმენე? მე ვფიქრობ რომ ეს ძალა მომცა ფერმერებმა, რომელიც დღეს ჩვენ ასოციაციას დაახლოებით 6000-ზე მეტი წევრი ყავს. და მე ვფიქრობ რომ ეს მარტო ჩემი აღიარება არ იყო, ეს იყო ძალა, რომელთანაც ერთად მივედით იქამდე რომ მე მათი ხმის გამხმოვანებელი ვიყავი და ანგარიშგასაწევი იყო ეს ხალხი, რომლის რეალურად წილი მშპ-ში არის 8%. ანუ ესენი არიან, ვინც ქმნიან დოვლათს ქვეყანაში და რადგანაც მათ შემდეგ უკვე მომანიჭეს ეს მანდატი, გინდა არ გინდა, მე გიწევს ამაში ადამიანის მოსმენა. ეხა აღიარება ისეთი ნათქვამია, შეიძლება ვიღაცამ საერთოდ არ გაღიაროს, მაგრამ მოუწიოს მოსმენა. ხო, უფრო მეტი აღიარება საერთაშორისო არენაზე მაქვს მიღებული. სიმართლე გითხრათ და უფრო მეტი დაფასება იქ მაქვს. გულწრფელი რო ვიყო. თუმცა აქაურობასაც ნამდვილად არ უჩივი, უნდათ თუ არ უნდათ, მაინც უწევთ მოსმენა, იმიტომ რომ მე მარტო ჩემი სახელით არ ვსაუბრობ, თუ როდესაც ვსაუბრობ ფერმერების სახელით და შესაბამისად ამისი მოსმენა უწევთ, თორე აღიარებით არ ვიცი მაღიარეს თუ არა. მე მგონი რომ არ ვიცი ხა თქვენი სახელის გაგონებაზე მე მაინც მაქვს ეს განცდა რომ ყველაზე ესე ვთქვათ ამ სფეროში განსწავლული და ესეთი რომ ეს აზრი რომ მოეკითხება ესეთ პიროვნებად აღგექვავთ რადგან მადლობა ამ შეფასებისთვის ეს ასოციაცია მაქვს დარწმუნებული ვარ სხვებიც ესე არიან ახლა რას ურჩევთ ქალებს გაძლიერების კუთხით ვიცი რომ მასით ეხმარებით როგორც სწავლების კუთხით და სხვადასხვა ახლა რას ურჩევთ აი უბრალოდ ქალებს აი არა მარტო მეწარმეებს როგორ განავითარონ თავიანთი უნარები და აი როგორ დაიწყონ არის ვიღაცა ეხა შეიძლება გვიყურებს არა მეწარმე არა თქვენს ავიცესეთ შემდგარი ადამიანი უბრალოდ შეიძლება ვიღაცა ემიგრანტიც რომელიც ფიქრობს რომ ჩამოვიდეს საქართველოში რაღაცა დაიწყოს და ცოდნის გარეშეა რას ურჩევთ ესეთ დამწყებ ადამიანებს ამ ხელა გამოცდილების მქონე რა ნაბიჯები გადადგან საიდან დაიწყონ მე ვფიქრობ ყველაზე მეტი გამოწვევა ქალებს გვაქვს რომ საკუთარ თავში რწმენა არ აქვს გვაქვს რომ რაღაც შეგვიძლია და ხშირად მომყავს ეს მაგალითი და მინდა რომ ეხლაც გავმეორდე ქალს რომელსაც შეუძლია ოჯახის მართვა მას შეუძლია ნებისმიერი ბიზნესის მართვა. იმიტომ რომ ოჯახის მართვა არის ყველაზე კომპლექსური, დაწყებული დროის მენეჯმენტი, ფინანსები, დიპლომატია, ლოჯისტიკა, აბსოლუტურად ყველაფერს მოიცავს. და ქალი აი რო იბადება, მე მგონია რომ აი პირდაპირ მეოჯახე მზრუნველი და ასე შემდეგ ხდება. გენეტიკაში გვაქვს ხო ეს? ჩვენ არა, მთელ მსოფლიოს. ამიტომ მგონია რომ თუ ქალს შეუძლია ოჯახის მართვა, ყველა ბიზნესის მართვა შეუძლია. რა მინდა ვურჩიო არის ის რომ რასაც ჩაიფიქრებენ ბოლომდე მიიყვანონ. იმიტომ რომ ყოველთვის არის განცდა რომ აი ჩემი მაგალითი არ მიყვარს ზოგადად სხვაზე საუბარი, მაგრამ ჩემი მაგალითი კარგი მაგალითი ამისი. როდესაც მიფიქრია რომ მე ეხლა დავყრი ფარხმალს ზუსტად იქ იყო წარმატება და რო არ დამიყრია მიმიღწევია წარმატებისთვის. ამიტომ როდესაც რაღაც გულით უნდა და აუცილებლად მიაღწევენ მაგ წარმატებას. არის დაბრკოლება, რა თქმა უნდა, აი გითხარით კიდევაც დღეები იყო საწოლიდან ადგომა არ მინდოდა მიტირია, მიფიქრია რომ ყველაფერს თავს დავანებებ, რომ ეს ყველაფერი არავის არ ჭირდება და ასე შემდეგ, მაგრამ ყოველთვის ბოლოში, რაღაც გვირაბის ბოლოს ყოველთვის ჩანს სინათლე და დღეს 21 საუკუნეში აქ ვართ ჩვენ ის ადამიანები, ვისაც გვინდა რომ სხვა ადამიანები განმავითაროთ, შევძლოთ დავეხმაროთ, არანაირი ბარიერი არ არსებობს და უბრალოდ მათ უნდა მოინდომონ ან სურვილი რისიც აქვთ, აუცილებლად გააკეთონ. მადლობა. და ეხა ბოლოსკენ მივდივართ, უკვე ცოტა დრო დაგვრჩა და ჯერ მაინტერესებს თქვენ რა მისნები გაქვთ ეხლა ამ ხელა რაღაც შექმენით, ინდუსტრია. მოახდინეთ ცნობიერების შეცვლა ადამიანების მიდგომის შეცვლა მოახერხეთ და
საკმაოდ წარმატებული ქალბატონი ხართ და აღიარებული როგორც გლობალურად. ეხლა რა არის თქვენი გამოწვევა როგორც ქალი ბიზნესმენის, დედის და უბრალოდ ნინოს? როგორც დედის, ალბათ ის რომ, რა ვიცი, ჩემმა შვილებმა მიიღონ ხარისხიანი განათლება და არ დარჩენ უცხოეთში და ჩამოვიდნენ. ეს მინდა პირველ რიგში. რომ აქ მოახმარონ თავისი რესურსი, სხვაგან მიიღო განათლება, როგორც ასევე მე, დავბრუნდნენ და მიხედონ თავის ქვეყანას. მეორე, ალბათ არის ის, რომ ორგანიზაციაში ყველაზე ასაკოვანი მე ვარ. და ძალიან ბევრი ჯენზი ყავს და ახალგაზრდა თაობა და მინდა ისინი შევამზადო იმისთვის, რომ გადაიბარონ ის საქმე, რაც მე დავიწყე. ეს არის პირველი, რაც მინდა გავაკეთო, იმიტომ რომ მგონია, რომ ახალგაზრდების ჩართულობის გარეშე არაფერი გამოვა და არ შეიძლება რომ სულ იყოს, რომ აი ნინო არის, არ არის ნინო, იმიტომ რომ ნინოს ეს გუნდი აძლიერებს და მინდა რომ ისეთი ინსტიტუცია შევქმნა, რომ საბოლოოდ ახალგაზრდებმა გადაიბარონ და სოფლის მეურნეობა კიდევ უფრო გაახალგაზრდაონ და ისინი ჩაუდგნენ სათავეში. და მესამე, რაზეც ძალიან აქტიურად მუშაობთ, არის ხელოვნური ინტელექტი, ხელოვნური ინტელექტის შემოტანა სოფლის მეურნეობაში. რამდენადაც სახიფათო არის ზოგადად ამაზე მსჯელობა მიდის, რომ აი რა სად მივა ხელოვნური ინტელექტი, იმდენად ძალიან სწრაფი და მნიშვნელოვანია ადამიანებთან კომუნიკაცია და სწრაფად მიწოდება იმ ინფორმაციის, მაგალითად ჩვენ თვითონ შევქმნით აპლიკაცია აგრონავტი, რომელიც იქამდე იყო ჩვეულებრივად აპლიკაციასაც ინფორმაციას იღებდი და ეხლა ხელოვნური ინტელექტი ესაუბრება ფერმერს რა როგორ აწარმოოს და რა სად შეისყიდოს და ასე შემდეგ ყველა კითხვაზე პასუხს ცემს. ამიტომ ამ კუთხით ძალიან აქტიურად მუშაობთ, გვინდა რომ თანამედროვე ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტი ერთიანად შევკრათ, რომ უფრო გაუმარტივოთ ადამიანებს საქმიანობა სოფლის მეურნეობაში. და დანარჩენი, რა ვიცი, მივხედო საერთაშორისო, ისე ვთქვათ, პლატფორმებს, მივიღო ისევ განათლება 5 წელიწადში ერთხელ, სულ მინდა რომ რაღაც ჩავაბარო, რაღაც ახალი მივიღო, ვისწავლო, იმიტომ რომ ძალიან ვითარდება მსოფლიო და ძალიან მინდა რომ ის საუკეთესო პრაქტიკა ჩვენ ქვეყანაში გამოვიტანო. ჯერჯერობით არ მინდა პენსიაზე გასვლა, ნახოთ, მაინც აქტიური ვარ და მინდა რომ, რა ვიცი, ჩემი ცოდნა მოვახმარო სხვა ადამიანებს და ჩვენ ქვეყანას. ანათე Spotlight-ის სპონსორია კომპანია Pinex, რომელიც ახორციელებს გადაზიდვებს ჩინეთიდან. შეგიძლიათ მიიღოთ ნივთები 5 დღიდან 10 დღემდე. $8 არის კარგოს შემთხვევაში, ხოლო ფიზიკური პირებისთვის $7 და ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ გამოიწეროთ ნივთები ჩინეთიდან და ჩამოგივიდეთ კომფორტულად, ძალიან მოკლე დროში და რაც მთავარია, მიიღოთ ხარისხიანი სერვისი. ბოლოს რა იქნება თქვენი გზავნილი? აი, უბრალოდ რას გვეტყოდით? ეს ან ზოგადად ან რა სურვილები გაქვთ? რისის შეცვლა გსურთ გლობალურად, აი რა იქნებოდა საუკეთესო, ან როგორ წარმოგიდგენიათ, აი ესე ღილაკი რო იყოს და ყველა პრობლემა რო ქრებოდეს, თუნდაც სოფლის მეურნეობის ან ეკონომიკური კუთხით, აი იდეალურად როგორ წარმოგიდგენიათ მდგომარეობა? რომ აი თქვათ, რომ მე ყველაფერს მივაღწია, ყველაფერი იდეალურად არის ქვეყანაში, ეს აგროსფერო ძალიან მაღალ საფეხურზეა, აი რა არის ის ღილაკი, რომ დააჭერთ ევროკავშირი. ეგ ღილაკი ჩემთვის არის ევროკავშირი. რომ აი მაგ ღილაკს დავაჭირო ხელი და რუსეთის ბაზარზე არ ვიყო დამოკიდებული და ვიყო ევროკავშირის წევრი, რაც თავისთავად მე გულისხმობს ეკონომიკურ გაძლიერებასაც, გულისხმობს უსაფრთხოებასაც, მშვიდობასაც, ღირსეულ სიბერესაც, ღირსეულ ჯანმრთელობასაც და ასე შემდეგ. ერთი ღილაკი რომ მქონდეს, ჩემი სიცოცხლის ფასად, ის იქნება ევროკავშირის ღილაკი. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. რომ მესტუმრეთ ესეთი ნაყოფიერი საუბრისთვის, იმისთვის რომ ესე ზრუნავთ როგორც ქალების ისე ფერმერების განვითარებაზე, თქვენი წვლილისთვის, საქართველოში ამ სფეროს განვითარებისთვის და მიხარია რომ იყავით ჩემი სტუმარი. წარმატებები. თქვენ კი გამოიწერეთ ჩემი გვერდი ანათე Spotlight-ი, თუ მოგეწონათ ჩვენი პოდკასტი, დაგვიკომენტარეთ, შეგვიფასეთ და ანათეთ ჩვენთან ერთად.